ყოველთვის ჩემთვის მნიშვნელობა აქვს ამ სახელოსნოს, ვინ როგორ აღიქვავს და ვინ რას წერს. განსაკუთრებით მაინტერესებს მოსწავლეების აზრი და სულ ვუფიქსირებ ხოლმე ჩემს მოსწავლეებს, რომ დაწერეთ თქვენი აზრი სახელოსნოსთან დაკავშირებით, რადგან მეც თქვენაირად ახალბედა მასწავლებელი ვარ და მაინტერესებს რას ფიქრობთ თქვათ ჩემს სახელოსნოზე. მოდით დავიწყოთ ლილე ხუჭუას სიტყვით, რაც დაუწერა სახელოსნოს. ლილე ხუჭუას აზრი ასეთი არის: მე აქ ბევრი კარგი რა ვისწავლე და ვისწავლი ლილე ხუჭუა. ეხლა მეორე მოსწავლის აზრიც წავიკითხოთ. მე მომწონს აქ ხანდახან მეზარება დავალების გაკეთება, მაგრამ ვაკეთებ ანა მგელაძე. ეხლა ქეთი ჩხაიძე რას წერს? მომწონს აქ ხატვა და წერა, აქ ვისწავლე ის ანბანი, რომელიც არ ვიცოდი. ეხლა შემდეგი მოსწავლის აზრი. ანდრია გაგუას პატარა მოსწავლე, მე მიყვარს აქაურობა. ანდრია გაგუას თქმით მომწონს აქაურობა. ანდრია გაგუა. ლალიკო გალდავას თქმით მე მიყვარს აქაურობა. ძალიან საინტერესოა. ეს მოსწავლეების ძველი მოსწავლეების და ახალი მოსწავლეების სახელწოდებებია და რაღაცები აწერენ ხოლმე, რაც ქვიათ, რომ ვისწავლე. ეს დები პიტავების აზრი. მე მიყვარს ანა მასწი, მართა პიტავა, მიყვარს აქაურობა და ანა მასწი, მარიამ პიტავა. ეს ძველ მოსწავლეებს დაუწერე მე, ესეთი ძველი ოთხეული მთელი ზაფხული მინდოდა წერა, მაგრამ დაგვეზარა. ქეთი ანა თეკლა მარიტა. არაერთ რაღაცაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული ჩვენ და მაგალითად სამტრედიაში მუნიციპალიტეტი მერიის მადლობის სიგელი პირველად სამტრედიობაზე მივიღეთ მონაწილეობა და აი ესე გავაკეთეთ და ვაჩუქა ჩვენმა მერმა ეს სიგელი. სიგელი არის мотивация ზოგადად. შეიძლება ბევრი რამე თავი კი არ არის, რომ ფულადი ჯილდო მოგცეს ვიღაცამ, არა, თავი არის, რომ შენ დაფიქსირდი. კიდევ უცნაურობა ის იყო, რომ სიღნაღშიც მოგვიწია წასვლა და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო არის. ხო, ეხლა ვალაგებ აქაურობას, იმიტომ რომ ადვილად ირევა. რომ მიგაკ მოგაკ ყველაფერი. მოკლედ ძალიან საინტერესოა აქ ყოფნა. სხვანაირი სივრცე არის. და ასე შემდეგ. მე დაულაგებელ სახელოსნოში ვერ მუშაობ და ამიტომ ჯერ ყოველთვის ვალაგებ და მერე ვიწყებ მუშაობას. დილაობით ვალაგებ და ვიწყებ მუშაობას. მართალია ჩვენი ოთახი დიდად მოწესრიგებული არ არის, მაგრამ ჩვენ საქმეში გვეხმარება. ვიმედოვნებ, რომ მომავალში უკეთეს ოთახს ვიპოვით. ეს გრაგნილი, რომელიც აეწყობა მერე.